მოგესალმებით ყველა ჩემო მეგობრებო, თქვენ იმყოფებით არხზე Video Lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემი მეგობრის საერთო გეიმინგ არხზე არსებული კიდევ ერთი კონკურსის გამარჯვებული გამოვავლინო. გადავალ ახლა მე ვიდეოზე, ეს არის რიგით 23 კონკურსი. როგორც ხედავთ, აი აქ პირველი კომენტარი არის ჩემი, როგორც ეს ყველა ვიდეოში და ყველა გათამაშებაში იყო, სადაც ჩამოწერილია აბსოლუტურად ყველა პირობები და წესები, რაც უნდა იყოს შესრულებული. ამავდროულად არის პრიზის შესახებ ინფორმაცია და გვყავს სამი კონკურსანტი. დავაკოპირებ ახლა მე ვიდეოს ლინკს და გამოვიყენებ აი ამ შესანიშნავ პატარა პროგრამას, რომელიც რენდომის სახით ირჩევს გამარჯვებულს. ჩავსვავ მაშინ ვიდეოს ლინკს და დავაწერ PK comment. ჩემი კომენტარი რა თქმა უნდა არ ითვლება მეგობრებო. ამიტომ ხელახლა ჩავწერ ახლავე. ნახოთ ამჯერად როგორც ხედავთ მეორე ცდაზე, ვინაიდან რადგანაც პირველი მცდელობა იყო ჩემი კომენტარი და ჩემი კომენტარი ფიზიკურად ვერ ჩაითვლება გამარჯვებულად, გამომდინარე იქიდან რომ არხის მე პატრონე ვარ მეგობრებო, მეორე მცდელობაზე, როდესაც უკვე ჩვენ ავირჩიეთ გამარჯვებული და ვცადეთ მეორე ცდით, გამოვავლინა გამარჯვებული რენდომაიზერმა და ეს არის გაგა. მე ახლა დავუწერ გაგას ყველანაირ საკონტაქტო ინფორმაციას, რომ გამოვიდეს ჩემთან კონტაქტზე, შემდგომ მოვახდენ მასთან წესების შემოწმებას. გაგა არის ჩემი ერთგული ხელმომწერი და დარწმუნებული ვარ, რომ წესები შესრულებული იქნება, მაგრამ ეს არ არის იმის, ასე ვთქვათ, გარანტია მეგობრებო, რომ წესების შემოწმების გარეშე გადაეცემა მას პრიზი. წესები შემოწმდება აუცილებლად და თუ რა თქმა უნდა ყველაფერი წესრიგში იქნება, მას გადაეცემა პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მოხდება დარჩენილ ორ კონკურსანტ შორის ხელახლა პრიზის გათამაშება. გადათამაშება უпростоრად. ეხლა კი ნახოთ თუ როდის გამოვა გაგა ჩემთან კონტაქტზე. გრძელდება ჩემი ვიდეო მეგობრებო გათამაშებასთან დაკავშირებით. გაგა გამოვიდა ჩემთან კონტაქტზე და ეხლა ყველაფერს ჩვენ შევამოწმებთ. აქვს თუ არა მას ყველა წესი დაცული. ეხლავე შევამოწმებთ ყველაფერს, თუ რა თქმა უნდა, ყველაფერი წესრიგში ექნება გაგას, ეს არის სამი ძირითადი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ კონკურსის გამარჯვებული სამართლიანად გამარჯვებულად ჩაითვალოს მეგობრებო. თუ მას ეს ყველაფერი ექნება, მას აუცილებლად გადაეცემა პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მოხდება არსებული პრიზის დარჩენილ ორ კონკურსანტ შორის გადათამაშება. შევალთ ახლა ჩვენ მის კომპიუტერში და ყველაფერს შევამოწმებთ ძალიან მარტივად მეგობრებო. არხი რა თქმა უნდა გამოწერილი აქვს, ლაიქი არის ვიდეოზე და რა თქმა უნდა კომენტარიც არის ვიდეოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად ვერ გახდებოდა ის გამარჯვებული. აქედან გამომდინარე, გაგას აბსოლუტურად ყველა პირობა აქვს შესრულებული, რაც საჭიროა იმისათვის, რომ პატიოსანი გამარჯვებული გახდეს ამ კონკურსში, შედეგადაც მას გადაეცემა მეგობრებო პრიზი, არანაირი უფლება არ მაქვს რომ არ გადავცე.
ესეც ასე, დღეისათვის კი სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო. ძალიან მარტივად გამოვლინდა ჩვენი კონკურსანტი გამარჯვებული, ვინაიდან რადგანაც გაგა არის ერთ-ერთი ერთგული ხელმომწერი ორივე ჩემს არხზე, იქნება ეს ვიდეო ლესონი, თუ იქნება ეს მაგნიტომანია გეიმსი. თუ თქვენ გექნებათ სურვილი, რომ შემდგომ კონკურსებში, რომელიც აქტიურად იქნება განახრებული ყოველთვე მიიღოთ მონაწილეობა, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ არხზე არსებულ პოსტებს და მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, ვინაიდან რადგანაც ამ კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვა არ არსებობს. უბრალოდ თავარია ის მეგობრებო, რომ გაითვალისწინოთ კონკურსის წესები და პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად ვერ გადმოგეცემათ პრიზი. დღეისათვის სულ ეს იყო. ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის.